დღემშვიდობისა ყველას, ბედნიერი დღე, ყოველე კარგი სურვებთ ყველას, ჯანმრთელობას და აქ ახლა იმერული ისა გვაქვს ჩვენ სურნელი საოცარი და მშვენიერი რაღაცები კეთდება, ასე რომ ძალიან სასიამოვნოა. დაბა რა ხდება თქვენსკენ მშვიდობა? ჰაერის ზოდიაქოს ნიშნები თავს კარგად და მხნედ გრძნობთ და იმედია რომ ტენდენციაც ასე გაგრძელდება სამომავლოდ. განსაკუთრებით განწყობა პარასკევობით ბატონო მიხეილ. განსაკუთრებულია. ჯერ კიდევ სკოლიდან მიყვარდა ეგ დღე. კი, გასაგები. ეხლა ჩემო კარგებო, დღევანდელი თემა არის საინტერესო და მოდი ვთქვათ კარმული. რატო კარმული? კარმული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წლინახევრის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდები. ანუ არსებობს ეგრეთ წოდებული კარმული კვანძები, აღმავალი და დაღმავალი. აღმავალი კვანძი გვიჩვენებს რა მისია აკადემიას უახლოეს წლინახევრის განმავლობაში, რათა ხელი შეუწყოს თავის სულიერ განვითარებას და წინსვლას. და რა უნდა გადაწიოს უკანა პლანზე, რა უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. აი ამაზე გვაქვს საუბარი და კარმული კვანძები იცვლიან ნიშანს წელიწადნახევარში. აი ახლა ზუსტად ეს მომენტი გვაქვს ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრით. ბოდიში. ნიკა, მოდი აქ ისეთი ყურადღებით უსმენ გადმოჯექი ჩვენ. არა, მოდი. ეხა ვიფიქრე კატარავიდეს მაგიდაზე. ნიკასგან ნუ გიკვირთ, იმიტომ რომ მერწყულია და მერწყულებს ძალიან აინტერესებს. მათი მოტანილია საერთოდ ასტრონომია, ასტროლოგია, მათი მეცნიერებებია. ჩვენ გვგრავდება, ჩვენ. ამიტომ ეს თქვენია. ამას გვიმალავდი. ერთხელ კიდე გაიმეორე ბატონო მიხეილ. ასტრონომია, ასტროლოგია მერწყულის მოტანილია სამყაროში, ამიტომ თქვენ ხარ დიდი მეცნიერების, გამოგონებლების და ძალიან საინტერესო პიროვნებები. მოდით თქვენი გონება ერთსაც გეტყვი ხარ რაც გესიაუნება. დაახლოებით 5-10 წლით უსწრებს ზოგად საკაცობრიო გამიტარებას. ზუსტად ვიცოდი რომ ესე იქნებოდა. ესე, ახლა რაც ფაქტია, უნდა ვაღიაროთ, კაცო, ეს არის რეფორმატორთა, ნოვატორთა ნიშანი, რომლებიც სულ რაღაც სიახლების მომტანი არიან ამ სამყაროში. ამათ გარეშე, დასლაბარებო, საერთოდ არ ექნებოდა პროგრესიც კი გავიჭედებოდით ერთ ადგილზე. ეს არის ყველაზე პროგრესული ნიშანი. თქვენს მერე მოდის ტყუპები. თქვენს მერე მოდის რეფორმებზე ვისაუბრებ. თქვენს მერე აი ბატონო მიხეილ. არა, ამდენი ხნის მეგობრობა არა, თქვენს არა, რეფორმებში ახლა ვერ აჯობებ, ლაშა. მაგრამ სამაგიეროდ კომუნიკაციაში პირველი ხარ. კომუნიკაციაში ტყუპებს რო შეუულიათ უცებ ურთიერთობების დამყარება ნებისმიერ ნიშანთან, სად ნებისმიერ ადგილას, ამაში ვერან ვერ შედგება. რა გინდა, მაგარი უპირატესობა გაქვს. ეს რატო აქვს ის ჩვენ ფიზიკურად არ ვცალია, იმიტომ რომ რეფორმები აგერ გასაკეთებელია და კომუნიკაცია ფიზიკურად არ გვაქვს დრო. ძალები არის კარგად გადანაწილებული. თქვენ რეფორმები დაგეგმოთ, მე პიარის მიმართულებით ჩავერთო ლაბარაკი იმაში. ასეა, აი 12 ნიშანი რატოა? ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ლაშა. მაგაშია მთელი ეშხი. ყველა თავის ფუნქციას რო კარგად შეასრულებს, მაშინ ჩნდება ჰარმონია სამყაროში. და როცა ერთი რაღაცას არ აკეთებს, მეორე იმას არ აკეთებს, რაც ეკისტრება, მერე იწყება დისჰარმონია. ამაშია საქმე. ეხლა დავაბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ თემას. შემოკარგებო, ესე იგი, კარმული კვანძები წელიწადნახევარში გადადიან იცვლიან ნიშანს. აქამდე აღმავალი კარმული კვანძი ძირითადი კოსმიური მისიის იყო ვერტში. ეხლა გადავიდა თევზების ზოდიაქოში წლინახევრი და მერე გადმოვა მერწყულში. წლინახევრის შემდგომ კიდე ერთი წლინახევრით, ხო? აი მაშინ დაიწყება კიდე რეფორმების სერიოზული წლინახევრის პერიოდი. მაგრამ ეხლა სხვა დრო გვაქვს. ეხლა თევზებში რადგან გადავიდა, ეხლა მე ჯერ აღნიშნავს ზოგადად ეს რაც ნიშნავს და მე უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნავს კიდე დამატებითი რა კოსმიური მისია ამ წლინახევრის განმავლობაში. ამაზეც ვისაუბრებ. ესე იგი ჯერ ზოგადად. რას ნიშნავს კარმული კვანძის გადასვლა თევზების ზოდიაქოში? თევზები ეს არის სულიერება. ეს არის რელიგია. ეს არის რწმენა. ამიტომ უახლოეს წლინახევარი სამყარო კოსმოსი გვეუბნება. უკანა პლანზე გადადეთ თქვენი ცოტა მატერიალური ხედვები და მატერიალური სურვილები. არ ამბობს რომ არავინ რომ ეს არ არის საჭირო. როგორ არის, მაგრამ უნდა იყოს უკანა პლანზე. წინა პლანზე შემოიტანეთ ის რაც ახლა ყველას გვაკლია. სულიერება, რწმენის ფაქტორი, დაახლოება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, კოსმიურ კანონზომიერებებთან და შეიცანით კოსმიური საიდუმლოებები. ნუ გეშინიათ
განავითარეთ ინტუიცია, დაუკავშირდეთ იმ სამყაროს, რომელიც ჩვენთვის ხშირად შეუცნობელია. აი ამაზე უახლოეს 1 წელიწად ნახევარი, ხო? ეს ყველას ეკისრება, იმიტომ რომ აშკარად ბევრი სამუშაო ამ მიმართულებით, იცი რა, თაკო, იმიტომ რომ საზოგადოებას აშკარად დააკლდა რწმენის ფაქტორი, ხო? ბოლო ხანს. და აქედან გამომდინარე, ესე იგი სამყაროს ეთყობა ეს მომენტი აქვს, რაღაც პერიოდები, როცა იცის რომ ეს მოხდება, მერე უნდა იყოს რწმენის გაძლიერება ადამიანში. ამიტომ რაც შეიძლება მეტი სიახლოვე რელიგიასთან, რწმენასთან, ოჯახურ ინსტიტუტთან, იგივე ტრადიციულ ელემენტებთან სამყაროსი კონსერვატიული ხარ, ყველა კი არა გაიმარჯვა ტრამპმა. ეს შემთხვევით კი არა კონსერვატიული ძალები მოდიან. ეს არის წლენახევარის პერიოდი, რომელიც ტრადიციულობა მოდის წინა პლანზე და სიღრმეები ტრადიციისა, გენეოლოგიისა, ეხლა აიგივე დავუშვათ რას ახლა უყურებდით, ხო, თუნდაც, ხო? ეს არის ჩვენი ტრადიცია. აი ახლა იმერეთი, კახეთი, იქ რაჭა იქნება კიდე რაღაცა, ხო? აი ეს გვინდა ზუსტად ჩვენს გადაცემები, ცოტა შორის ზუსტად გეგონება აი შეეხამება პირდაპირ ამ კარმული კვანძების ძახილს, რომ აი დაუახლოვდით თქვენს სიღრმეებს, ტრადიციებს, რომ ამაში ყველაფერში კიდე ცალკე ტრადიციებია. რატო იცი, მე რაც მოგიყევი, ხო? ხა წყალტუბოში მიტროფანე ლაღიძის, ის ნახე კაცო, მუზეუმი. საოცარი რომ თავისი ხელით აქ დაწერილი წიგნი სპეციალურად დამათვალიერებინეს. რა უწერია იცი? ახალ მთვარედან რომელ დღეს რომელ რაიონში, რომელი ხილი უნდა მოიკრიფოს, რომელ საათზე და რომელ საათზე დაიწუროს. ანუ რა დონეზე იცოდა კაცმა, ეს ასტროლოგიური მომენტი ეს ისე არ არის. მან იცოდა, როდის არის ეს წვენიანობა ყველაზე მაღალი, როდის უნდა მოხდეს ამ პროცესის ჩატარება, ამიტომ იყო ლაღიძის წყლები განთქმული და გენიალური. ხო, დღეს ამას არავინ არ ითვალისწინებს. რატო? წინაპრებმაც იცოდნენ ეს სამყაროს კანონები. როდის რომელ რაიონში ტყემალის საათ სამტრედიის რაიონში, დაუშვათ ატამის საათ, იგივე დაუშვათ გორის რაიონში, რომელ საათზე ახალი თვარეებიდან რომელ დღეს იყო ყველაზე მეტი წვენი, ეს იცოდნენ. ანუ და დაუბრუნდეთ აი ამ საწყის მომენტებში, ისმის ჩვენი ტრადიციულობის. აი ეს დრო მოდის ახლა. ეხლა რაც შეეხება ეს ზოგადი ინფორმაცია, ესე იგი რას ნიშნავს კარმული კვანძის გადასვლა თევზების ზოდიაქოში და პლუს თევზები ეს არის ქველმოქმედება. უახლოეს წელიწად ნახევარში მაქსიმალური ქველმოქმედება. თევზები არის ყველაზე გულმოწყალე ნიშანი. ამიტომ ქველმოქმედება, ერთმანეთის გვერდით დგომა, მაქსიმალურად ერთმანეთის დახმარება, აი ამას ვითხოვს კოსმოსი ახლა ჩვენგან. ეხდით? მერე მოვა სხვა მერწყულების რეფორმების პერიოდი, იმაზე მერე ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა მთავარია გვერდზე დგომა, მაქსიმალური დახმარება, საქმემოქმედო აქციები, საზოგადოებრივი აქტივობა და ასე შემდგომ, რათა ხელი შეუწყოთ სულიერების ზრდას. ეკლესია ეგერ გამოჩნდა, ზუსტად გამოჩნდა სულიერი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც გადაგვარჩინა და კიდე გადაგვარჩინოს ბევრჯერ. აი ამას უნდა დავუახლოვდეთ. ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების კიდე ცალკე მახასიათებლები ამ კვანძთან ერთად რისკენ უნდა წავიდნენ კიდევ დამატებითი ფაქტორია, დავიწყოთ ვერძით. აი ვერძისთვის უპირველეს ყოვლისა არის მნიშვნელოვანი ხარწმენის რელიგიის ფაქტორი, ჩაიხედოს ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ტრაქტატებში. აქედან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს თავისთვის საჭიროს და რაც შეიძლება მეტი საქველმოქმედო აქციები. ბიზნესმენია თუ დაუშვათ რაღაცა ელემენტარული აქვს საქველმოქმედო აქციებში უნდა ჩაერთოს და აუცილებლად ამ პერიოდში მაქსიმალურად გაერკვეს კოსმიურ კანონზომიერებებში. თუ მოდი ასე ვთქვათ, უკანა პლანზე გადაწევს ცოტა თავის ბიზნეს საქმიანობას, ან ეს ბიზნესიდან მოსული შემოსავალი იქნება დახმარების ფაქტორი გამოყენებული, მაგალითად თავშესაფარისთვის, მოხუცთა თავშესაფარისთვის, ბავშვთა სახლებისთვის. აი ეს არის მათი ფუნქცია, ეს ქველმოქმედება, მაქსიმალური დახმარება სხვებისთვის. წლინახევრის განმავლობაში რაც მეტად ვერძის ნიშანი აი ამ სფეროებში იქნება ჩართული, მით მეტად სულიერი ზრდა და აქედან გამომდინარე შემდგომ წარმატებები მის თვალსაცემი გახდება. ეხლა რაც შეეხება კუროს. კუროს ცოტა სხვა კიდევ დამატებითი ფაქტორი აქვს სულიერი ზრდისთვის, მას ესაჭიროება ეხლა მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან. რატო აქედან მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. მათ შორის ეხლა ინტერნეტი მაგასწორებად მარტო გაცნობის ადგილი არ არის, ხო, უამრავი ინფორმაცია, მათ შორის სულიერების შესახებ, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, რელიგიის შესახებ, ხო? აქედან იპოვის ზუსტად ან იმ საიტს, ან იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად შეიძლება მისი გაცნობა იყოს ძალიან საინტერესო და ახალი ინფორმაციული ველის წარმოქმნის შესაძლებლობას აძლევს. ინტერნეტთან კონტაქტი გააჩენს მასში ახალ იდეებს და შეიძლება ახალი მეგობრული წრესკი ჩამოყალიბოს. ამიტომ აი ვის ჭირდება რეფორმები ახლა კუროს.
რეფორმები მის ტვინში, მის სულიერებაში, მის რწმენაში, რათა უფრო ღრმად ჩაიხედოს კოსმიურ კანონზომიერებებში და რაც შეიძლება მეტი მეგობრული კონტაქტები გააღრმავოს ეს კონტაქტები და მისცეს მას ცოტა ისეთი საქველმოქმედო შეიძლება ელფერიც კი. აი ეს არის მისი მთავარი ეხანდელი ევოლუციური გზა განვითარების. ეხლა ტყუპებს რაც შეეხება, აგერ მოვედით ლაშასთან. ლაშას უახლოესი, ესე იგი, მნიშვნელოვანი გზა წლინახევრის განმავლობაში, რაზეც უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტი, ანუ ტყუპებს ეხება ეს ყველაფერი, არის პროფესიონალური სფერო. მაქსიმალური სიღრმეებში ჩაძიება პროფესიაში. აი ეს სპორტი იქნება თუ რაღაცა სხვა სფერო იქნება, ხო? რაც შეიძლება ღრმად გაღრმავება საკუთარი პროფესიონალიზმისა, ახალი პროექტების, იდეების ჩამოყალიბება და მათი კონკრეტული რეალიზაცია. აი ეს არის ის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს შენს სულიერ ევოლუციურ განვითარებას, ამაღლებას ამ პერიოდში. ანუ პროფესიას განსაკუთრებული ყურადღება ამ ეტაპზე. ფული მნიშვნელოვანია, ვიღეორებ, ოღონდ ფული გადადის მეორე ეტაპზე. იმიტომ ეს პროფესია მერე მოგცემს ამ ფინანსურ დივიდენდებს. ეს ძალიან მაგარია, რომ სხვათა შორის ბატონო მიხეილ უნდა აღნიშნოთ თაკომას თქვა, რომ ახალი პროექტებიო და ამ მიმართულებით მთავარი რაც არის, ხო მარტო კაცი ვერაფერს ვერ იზრდება. შესაბამისად, როცა ამ შემთხვევაში ტელევიზიის ძალიან მაგარი მხარდაჭერაც მაქვს და შემიძლია დავაანონსო, რომ მარტიდან ახალი პროექტი ჩაეშვება რუსთავის უნივერსიტეტში. აი, ძალიან კარგი, იმიტომ რომ რეფორმები გავატარეს, აგერ მერწყულები რეფორმები. ეხლა მე პატარა შენიშვნას მოგცემ. ხო? მეგობრული ხა, ხო? მეგობრული აა მიხვედი. მიხვედი. აი პატარა არ ვისწავლე. ფაქტი ესე იგი მე ეხლა რახან ითქვა წინასწარ გილოცავ რასაკვირველია ძალიან გამეხარდა და მშვენიერია მივესალმები ზუსტად აი ეს რაც გვინდოდა აი ეს ხდება მაგრამ მე ტყუპებზე გახსოვს რამდენჯერ მე გავუსვი ხაზი წინასწარ დულაპარაკობთ ჯერ დაიწყეთ ეს მარტო ტყუპებს ეხებათ რომ წინასწარ არის საუბრონ თუ ყველას გვეხება არა ეს განსაკუთრებით მოლაპარაკე ნიშნავს ეხება ვინ არის მოლაპარაკე ტყუპები შილდოსანი ვერძი ზოგჯერ სასტორიც ვერ აჩერებენ ენას. ამაზეა ლაპარაკი. ენაზე გამომული ზოდიაკოს ნიშნები. ხო და მე უკუღმა მიდის ყველაფერი გესმის და ვერ ეგებენ რატო? წინ და წინ ნუ გათქვა. ხა კაი კიდე არ თქვი რა პროექტია კონკრეტულად. ეს უკვე დადებითია. ეს უკვე დადებითია. აი ცისვა იგზო. ხო, ყოველ შემთხვევაში იმედია რომ მიულოცავთ ჩვენ ლაშას. მარჩი ამამბობ. რა გავაკეთოთ რა. კარგია. ეხლა რა შეეხება შემდეგ ნიშანს? კირჩხების ზოდიაკო. კირჩხებისთვის რა სულიერი მისია აქვს ეხლა მას? მისიონერული. აი მოდეს ვთქვათ, მოგზაურობა უცხოეთში. და რა, მარტო მგზავრობა კი არა, სიამოვნების მიღება. გატანა აქედან შეიძლება ქართული კულტურისა შეიძლება ეს ცეკვის ანსამბლი იყო, შეიძლება სიმღერის ანსამბლი იყო, შეიძლება სხვა ფორმის მეცნიერული კუთხით, ანუ აბა რა, უცხოეთში. ანუ მაქსიმალური კონტაქტი უცხოელებთან, ცოდნის გატანა იმ დიდი ისტორიის, იმ დიდი შემოქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ სამშობლოში დევს და ეს ერთ-ერთი ცივილიზაციის აკვანია შემოკარგება, ხა ბევრმა არ იცის კიდე საქართველოს რა არის. ჩვენ კი არ ვტრაბახობთ. ეს უკვე არაერთხელ არის აღწერილი და იციან რომ ეს არის ჯერ კიდევ ძველი შუმერეთიდან დაწყებული ერთ-ერთი ცივილიზაციური აკვანი. ეხდით, აქ არის ძალიან ბევრი რამ კიდევ რაც ჩვენ არ ვიცით, გესმით, იმიტომ რომ ეს ნელ-ნელა კიდე გაირკვევა, რა წაიღეს აქედან ბერძნებმა თავის დროზე ოქროსაწმისის სახი და ასე შემდგომ. ამიტომ გატანა ამ დიდი კულტურის, ამ დიდი ცოდნის, ამ დიდი სულიერებისა, რომელიც ჩვენ სამშობლოში დევს. რატო ამბობენ ინდოელი იოგები დღემდე რომ იოგა მათთან მოვიდა კავკასიიდან, საქართველოსდან და ჩვენ წარმოდგენა არ აგვაქვს. ხო? ეს ბევრი რამ ახლა ნელ-ნელა გაიხსნება და აი კირჩხიბების ერთ-ერთი ფუნქცია არის ამის მაქსიმალური გატანა. უცხოეთში ამის ცნობადობის გაზრდა. უახლოესი წლინახევრის განმავლობაში და რაც მეტად ეს კონტაქტები ექნებათ უცხოეთთან და გააცნობენ ამას, შეიძლება უცხოელების ჩამოიყვანოთ ამ კუთხით და გავაცნოთ იქნება თავარი მათი მისია. ეხლა ლომს იმპერატორთან ნიშანს რაც შეეხება. ლომის კოსმიური მისია უახლოეს წელს მოგეწონა ხო ფრაზა. მათ მოეწონება ზუსტად ვიცით რომ მე თავისთავად ხო, მაგრამ შენ ნუ გავიწყდება რომ შენ ახლონაცავი ხარ ბერწყული ლომისა. ამიტომ თქვენშიც არის ზოგჯერ ესეთი ამბიციური მომენტები. არის ხალი არ გაუვა მაგამ ბავს ხო არის ეს მომენტი. აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო ლომისთვის ეხლა უმნიშვნელოვანესია ზუსტად რა. ის რაც მე ლაშას უთხარი.
ჩუმად საქმის კეთება. არ გაახმაუროთ არაფერი. კი, კარგი იდეები, პროექტები, კარგი საინტერესო პარტნიორი თანამშრომლობაშია ჩამოყალიბდეს, მაგრამ ნუ ხმაურობ წინ და წინ. ეს ამ წელიწადნახევრის მანძილზე. წელიწადნახევარი. სანამ კარმული კვანძები გადის, მათ საიდუმლო ნიშანს. მე ვიყვიროთ ტრებიჯინაზე. მე აი მერწყულში რო გადავა, მე რამდენიც გინდა გათქვი. პრობლემა არ არის. ეხლა არა, ეხლა არა. ამოზეა ლაპარაკი. ვიდრე ჩვენ რეფორმებს გავატარებთ, მანამდე ცოტა ხანი მოიწმინეთ. სხვა რა რაღაც წელიწადნახევარი. არაფერი, ველოდები თქვენ რეფორმებს, რომ მე რაღაცა წელიწადნახევრის ხმები. ძალიან კარგია. მათ შორის ლომებს ექნება ძალიან კარგი ბიზნეს პროექტები. შეიძლება ძალიან საინტერესო ბიზნეს პარტნიორებთან, როგორც ნუ ხმაურობთ. აი მაშინ ეს უახლოეს წელნახევარში ძალიან კარგ საქმემოქმედო აქციებში გადავა და ძალიან დიდ პოპულარობას და ავტორიტეტს გაზდის თქვენ ცხოვრებაში. ეხლა გადავიდეთ ქალწულებთან. თავარი დავალება არის, რომ ამ წელიწადნახევრის მანძილზე ხმა არ მოიღონ არაფერზე. მეტი მისია ცოტა ჩუმად. კულისა, აი მოდი თქვა ნაცრისფერი კარდინალის მანტია მოირგონ. მარჩა, ეს არის მეწარმოების ფუნქცია. ეხლა რა შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არის ქალწული. ქალწულება უპირველეს ყოვლისა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პერიოდში რა გათვალისწინება პარტნიორული თანამშრომლობისა. წლინახევრის განმავლობაში რაც მეტად გაქვთ საინტერესო პარტნიორული ურთიერთობა ბიზნეს პარტნიორებთან, საქმიან პარტნიორებთან პირადი ურთიერთობა ლაგდება. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია და უახლოესი წელიწადნახევარი ხელს სკობს ქორწინებას. გაითვალისწინეთ, აი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია თქვენთვის. ამიტომ გაითვალისწინეთ პლუს კიდევ შემოქმედებითი ნიჭი. აი მღერი ხართ, უკრავთ, დაუშვათ ცეკვავთ, ან ხატავთ, რაც შეიძლება მეტად. თქვენი აი ურთიერთობა ხელოვნების ფართო სპექტრთან შემოქმედებასთან სერიოზული წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ეხლა შემდგომ მოდი აღვნიშნოთ შემდეგი ნიშანი სასტორზე გადავედით, ხო? სასტორს აქ ეხლა ძალიან საინტერესო პერიოდი უახლოესი წელიწადნახევარი დალაგების. სასტორი ხო გაორებული ნიშანია, ცოტა არეულია. აიწონა, დაიწონა. სულ პრობლემები აქვს აქ უთხრით, ხო? აი ახლა არის წელიწადნახევარი ეუბნებიან. დაალაგდით, მოწესრიგდით. გონება დაალაგეთ, აზრები დაალაგეთ, თქვენი ცხოვრება დაალაგეთ, ურთიერთობა დაალაგეთ, საქმე დაალაგეთ. და იყავით დასუფთავებულები, დაფიწყინებულები, მოწესრიგებულები, ორგანიზებულობა, დისციპლინა წინა პლანზე და თუ რაიმე პრობლემები გაქვთ, დაავადებები, მათ შორის ქრონიკული და შენგო, აი უახლოეს წელიწადნახევარი გამოჯამრთელების და მკურნალობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი დროა. ამიტომ ეს პერიოდი ამ ხრივ კარგია და თუ სასწორები ყავს ექიმები და გვეყოლება, ძალიან დიდი წარმატების წინსვლის შანსები აქვთ. ეხლა მორიელზე გადავედით, აი ვის აქვს სიყვარულის დრო. ლიკუნა არის მორიელის სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის ჩემო კარგო საუკეთესო დროა. ზოგიერთი თქვენთაგანი ახალგაზრდა თაობის აღმოჩნდება ახალ რომანტიულ ურთიერთობებში და ასე ვთქვათ ახალ რომანტიულ კავშირებში და სხვა ჩვენს 26 და 27 წლის მერე განახლება სჭირდება ყველაფერს, რა თქმა უნდა. აი ხო ხედავ, ესეც საინტერესო აზრი იდეა, მისაღებია რატო არა? ხო, სხვა უნდა შევბეროთ. კი ბატონო, ესეც აფკუთხითაც მიუდგეთ ამ საკითხს. ეხლა ჩემო კარგებო, აი მაგალითად მორიელები. თქვენ ან მონაწილეობთ, ან მაგალითად თქვენი ინიციატივით რაღაც კონკურსები, ლატარეები ტარდება, ესეც წარმატების მომტანია. საუკეთესო წელიწადნახევარია ბავშვის გაჩენისთვის. იქნება არნახულად ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვი. პლუს ამას შვილებთან კონტაქტი. არნახულად მაღალ გაგებასთან იქნება დაკავშირებული და ურთიერთობასთან. ამიტომ საუკეთესო დროა შვილებთან ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის და მოდი ეს ვთქვათ, ქორწინებისთვისაც კი. ამიტომ ეს წელიწადნახევარი მორიელებო ჩადეთ მაქსიმალური სიყვარული ყველაფერში. რაც საკეთებთ. საქმეები იქნება, თუ თქვენი საქმე იქნება, თუ ურთიერთობა მაქსიმალურად მოესიყვარულეთ ყველას თქვენს ირგვლივ და საერთოდ სამყაროს. ეს დაგიფასდებათ 10. ეხლა გადავიდეთ ისეთ ნიშანთან, როგორც არის შვილდოსანი. შვილდოსნებისთვის აი რა არის საჭირო? სამშობლო. სამშობლოს პატრიოტიზმი, მისი ადაწესების ტრადიციებში ღრმად შესვლა, შეცნობა და პატივისცემა. გენეალოგიური ხაზის შეცნობა. რა იყო თქვენს გენეალოგიაში? აბა ჩახედეთ ახლა მამა-პაპები. რა შებოდნენ, რატო აკეთებდნენ, რა იყო იმის ძირი, მნიშვნელობა, რატო იყო ქართული სუფრა ოვალური და არა მართკუთხედი, რა ჩადეს წინაპრები ამაში? ჩახედეთ აბა ამაში. საგვარეულო სალოცავების პატივი მიაგეთ. დაანთეთ სანთელი. აბა მოდი ესე ვთქვათ, ანუ სამშობლოს პატრიოტიზმი და სამშობლოსთან ურთიერთობა და მის სამსახურში ჩადგომა. რაც მეტად ამას შეძლებს საოჯახო სანაცვლო ურთიერთობების განვითარებას, გაძლიერებას, გაფართოებას. აი წელიწადნახევრის განმავლობაში კოსმოსი რა სიტყვის თქვენგან.
რაც თქვენს არა მარტო სულიერ განვითარებას, არამედ ცხოვრებისულ წარმატებებსაც უწყობს ხოლმე. აქ ნახეთ მერე თანადგომა ახლობლებისგან, ათწევებისგან როგორ იქნება. რაც სამშობლოში ერთგვარად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და წინსვლას. ამიტომ პატივი მიაგეთ მაქსიმალურად თქვენს სამშობლოს. ეხლა გადავიდეთ ხისკა ზოდიაქოს ნიშანთან. აი ვის ხის კარი ცოტა ჩაკეტილი ნიშანი. მოგეხსენებათ, ცოტა ცივია, საქმიანია, მაგრამ ცოტა ცივია, კონტაქტები უჭირს. აი ეხლა სამყარო ამას ითხოვს მათგან. მაქსიმალური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მეტი სწავლა, რაც შეიძლება მეტი პარტნიორული თანამშრომლობა, რაც შეიძლება მეტი გაუმჯობესება ურთიერთობისა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, გზავრობა. ტყუპების მანტია უნდა მოიგონოთ. ანუ ტყუპების მანტია სწორი ხარ აბსოლუტურად ქალწულისთვის, რაც ადვილია ტყუპებისთვის, მაგრამ ძაძნელია თხისკისთვის. აი ახლა ესე სამყარო ითხოვს რას? გაიხსენით სამყაროსთვის. გესმით, მიაწოდეთ თქვენი ინფორმაცია, შეისრუტეთ სამყაროს ინფორმაცია, ერული ყოფებს ჩაეხუტეთ, რაც შეიძლება მეტად, ნუ ხართ სულ ჩაკეტილები. მოვა თქვენი ჩაკეტვის დრო წელიწად ნახევრის მერე. ეხლა არა. გაიხსენეთ და იმოგზაურეთ და იმოძრავეთ და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული გასვლა გქონდეთ. აი თქვენი წარმატების ფორმულა. ეხლა გადავედით თქვენთან, მერწყულებთან. მოგძანდით ბატონო. მერწყულებო. ეხლა ვნახოთ ლაშა, ეხლა უსმინოთ ამათ ხმებს. ფულის დრო მოდის. ამით დაგვეწყო. ანუ შემოგარგებო. ფინანსური სფერო არის მთავარი წელნახევრის განმავლობაში თქვენთვის, სწორედ, რატო? იფიქრეთ ახლა. აი მაგალითად, ფინანსები რო შემოვა, მათ შორის პრემიების, ბონუსების სახით შემოვა, ძველი საქმეებიდან აიღებთ. ეხლა რას უზავთ ამ ფინანსებს? აბა რას ჩადებთ? ქველმოქმედებაში? კი. სულიერ განვითარებაში? კი. რაში გამოიყენებთ? უაზრო ხარჯვაში და მარტო დაუშვათ დროს ტარებაში? თუ თქვენთვის სულიერად და საზოგადოების სულიერ განვითარებისთვის. აი რას ითხოვს სამყარო თქვენგან? ფინანსები მოდის, მაგრამ ზოგი ისე ხარჯავს, აზზე არ არის საწავი და ის ფული. აი თქვენ რას იზავთ? თქვენ გაძლევათ საშუალება, რომ ის ფინანსები ჩადოთ ისეთ სფეროებში, რომელიც არა მარტო საქველმოქმედო იქნება, არამედ სხვის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს. თქვენ სულიერ განვითარებასაც, მათ შორის შეიძლება წიგნებში ჩადოთ, შეიძლება ჩადოთ ინტელექტუალურ განვითარებაში, ბევრი სფეროში, რომელიც თქვენ სულიერ განვითარებას შეუწყობს ხელს. შეიძლება იყოს ბიზნესი, კი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების, ქვეყნის ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. აი, რა გევალებათ? ასე მგონია მე ვლაპარაკობდი რა. და ეხლა მივადექით თევზებს. თევზებო. ეხლა თქვენ გაქვთ წელიწად ნახევარი ფანტასტიკური, იმიტომ რომ სწორედ თქვენ ზოდიაქოშია გადმოსული კარმული კვანძი. თქვენ ხარ მთავარი ფიგურა, ცენტრალური, ანუ რა მოითხოვებათ? ყველაფერი. მეგობრობა გინდათ, სიყვარული გინდათ, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი გინდათ. თქვენ ხო ყველაზე მგზნობრიარე ემოციური და გულმოწყალე ხართ 12 ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ თქვენი ყველა ეს საუკეთესოებები, ინტუიცია, შემოქმედებითი ნიჭი, გვერდზე დგომის უნარი, იგივე დაუშვათ კარგი მეგობრული ურთიერთობა, ყველაფერი წამოწია წინაპლანზე, რას თქვენ გაქვთ საუკეთესო და თან უნდა გახდეთ ძალიან აქტიური. ეხლა პასიურობის უფლება არ გაქვთ. ცოტა პასიური ეს ნიშნა. პირიქით, აქტიური, ენერგიული ინიციატივა, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თქვენი იდეები, კრეატიული აზრები, ინტუიციურად სწორედ გათვლილი პროექტები. აი ეს ყველაფერი წამოწია წინაპლანზე, რაც იქნება წარმატების ფაქტორი. იმიტომ რომ ზუსტად რას თქვენ გახასიათებთ, იმას ითხოვს სამყარო ამ პერიოდში. ქველმოქმედებას, გულმოწყალეობას, გვერდზე დგომას, დახმარებას, რაც მეტად შეძლეთ, მით უფრო იქნებით წარმატებული. აი ეს წელიწად ნახევარი, ჩემო კარგებო, 2026 წლის დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებამდე ამას ითხოვს თითოეული ჩვენთაგანისგან, ვინც ამას შეასრულებს, იქნება სულიერად მეტად წინ წასული და წარმატებული კოსმოსი მას დააჯილდოებს. ეს მოკლე ინფორმაცია და ყველას გისურვებ წარმატებას და კოსმოსური მისიის შესრულებას. რეფორმებს შეუდექით, მე დავაპიარებ, ოღონდ ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თან ენასპილი დავაჭიროთ. ხო, მეტი არის არა, ნუ ეხა რის უფლებასაც მომცემთ, იმას ვისაუბრებთ. აბარა, და აგერ ბატონო ლიკას სიყვარული უსურვოთ. ვიფუსებ ჩემს მეუღლეს, შვილებს
შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ეს ყოფილა ჩემი. რომისა მოგზაურო და ჩვენიერი. ჩვენ აგერ ფულს ვიშოვით რაღაცას და მე ქველმოქმედების და კარგი საქმე. კარგი საქმეებისთვის აუცილებლად. ერთი სუფრა ქველმოქმედებაშიც გაურიოთ თავისი სიმონიკა, იმერული ყურმა. ეს ის ხომ მოქმედება. მაგას რა ჯობია? უარდაშავდება არაფერი ერთი. არა, პირიქით ჩვენ თქვი ტრადიციები, ეროვნული ელემენტები წამოვწიოთ წინა პლანზე, მათ შორის სუფრაც აქ შედის, აბა როგორ გაც